მიხეილ ყაველაშვილის შერჩეული კანდიდატები კომიტეტმა ერთხმად მოიწონა, რახედვით შედიან ახალი წევრები სების საბჭოში გიყვებით რამდენიმე წუთში. Სანქციები მოდის კონგრესმენი ჯონ უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთი ტვიტით ეხმაურება, სადაც წერს, რომ ივანიშვილმა და ოცნების მინისტრებმა საქართველოს პორტისა და მინერალურ რესურსებზე წვდომა ჩინეთს მიყიდეს. ავიღებთ მედიასთან დაკავშირებით ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ ჩალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ ვინმეს კრიტიკული მოსაზრება აქვს, ბრიტანეთი და მისი საელჩო უნდა გააკრიტიკოს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ხაბად რჩება ოპიატების დიდი რაოდენობით გადაზიდვებისთვის. მშენებლობა ისევ გაძვირდა, მთავარი მიზეზი ხელფასების ზრდა და სამშენებლო მასალების გაძვირება. მოგესალმებით, ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. ვიდრე დღის მთავარ თემებს გაგაცნობთ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ბათუმელებისა და net გაზეთის დამფუძნებელი უკვე 26 დღეა შიმშილობს. მზია ამამტლობელი ამჟამად კლინიკა VivaMed-ში რჩება სოლიდარობა მზია ამაღლებას. ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე და ნინო ჯელაძე. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4-ვე კანდიდატს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ასევე მხარდაჭერას მიიღებენ მიხეილ ყაველაშვილის შერჩეული კანდიდატები პლენარულ სხდომაზეც და ეროვნული ბანკის საბჭოც სრულად დაკომპლექტდება. სასესხო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობა, ლარის გაცვლითი კურსი და რეზერვების მართვა. ეს იყო მთავარი კითხვები, რაც ოცნების დეპუტატებს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებთან ჰქონდათ. ჯერა ეროვნული ბანკის საბჭოს გააძლიერებენ, ამბობს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე წარდგენილ კანდიდატებზე. რა პასუხები ჰქონდათ კითხვებზე შერჩეულ კანდიდატებს, დეტალებით ნუცა შუბაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში, რომელმაც საბჭოზე განხილვას მოусმინა. ნუცა გისმენთ. ნინო, მოგესალმები. დიახ, ოცნების მთავრობის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და ეროვნული ბანკის 3 მოქმედი თანამშრომელი. სწორედ ასეთი შემადგენლობით შეივსება სების საბჭო. როგორც აღინიშნა მიხეილ ყაველაშვილის მიერ წარდგენილ 4-ვე კანდიდატს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მათ შორისაა ოთარ შამუგია, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ვახტანგ ბურკიაშვილი, ეროვნული ბანკის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი ლევან ძნელაძე, სების საკასო ოპერაციების და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯელაძე, ასევე სების საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვიდრე უშუალოდ მათ პოზიციებს გაგაცნობდეთ სხვადასხვა თემაზე, გეტყვით, რომ საკუთარ გამოსვლაში 4-ვე კანდიდატი ძირითადად იმედს გამოთქვამდა, რომ საკუთარი გამოცდილებით ისინი დაეხმარებიან სებს სამომავლოდ ისეთი ფუნქციების შესრულების გაგრძელებაში, როგორიცაა მაგალითად ფასების სტაბილურობა, ანდა საფინანსო სექტორის ზედამხედველობა. რაც შეეხება ძირითად კითხვებს, რაც ოცნების დეპუტატებს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებთან ჰქონდათ, მაგალითად დეპუტატები დაინტერესდნენ ოთარ შამუგიას ხედვით ლარის კურსთან მიმართებაში, ასევე ვახტანგ ბურკიაშვილის მიმართ კითხვა შეეხებოდა სების პოლიტიკას საერთაშორისო რეზერვებთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ორივე კანდიდატის ხედვა და პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში ემთხვევა სების მოქმედი მენეჯმენტის, მათ შორის ნათია თურნავას პოზიციას. შეგვიძლია ახლა მათი პოზიციები მოვისმინოთ ამ საკითხებზე. ჩვენი მოსახლეობისათვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიური განვითარება, ფასების სტაბილურობა და ლარის კურსის ფასების დარეგულირება. აი ამ კუთხით თქვენი მისვლის პერიოდში როგორ ხედავთ განსაკუთრებით ლარის კურსის შენარჩუნებას, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ მქონდა ძალიან ცვალებადება, თუმცა მისასალმებელია, რომ დღეს ეს უკვე დარეგულირდა და როგორ ხედავთ ამ კუთხით თქვენს პიროვნებას და რას გააკეთებდით აი ამ 3 პარამეტრის უფრო უკეთესად წარმართვისათვის. კურსთან მიმართებაში არის მერყეობები, თუმცა ეს არ არის ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული, ეს არის გამოწვეული სხვადასხვა მოლოდინებით უფრო მეტად, სწორედ ამიტომაც ეროვნული ბანკი ამ შემთხვევებში მოქმედებს ჩემი აზრით ძალიან სტაბილურად, ზომიერად და სწორად და ასე ვთქვათ, არ აკეთებს ჩარევას, ხის ჩარევას ამ პროცესში, ვინაიდან ხედავს, რომ ეს პროცესები არის არაფუნდამენტური, ასე ვთქვათ, მოვლენებით გამოწვეული, ამაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს და არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონში მიმდინარე პროცესები, ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, თუმცა დღევანდელი რეალობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხე არის სტაბილურობას ნამდვილად არ ემუქრება. მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება ჩვენი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების მართვის პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებს და რამდენად უზრუნველყოფს იგი ქვეყნის სტაბილურობას და რამდენად უზრუნველყოფს იგი ქვეყნის სარეიტინგო მაღალ მაჩვენებელს
საერთაშორისო სხვადასხვა სარეიტინგო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევების დროს. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველთვის მომართულია რეზერვების შეძენაზე, როდესაც კი ამას ბაზარი იძლევა საშუალებას. ჩვენ ვუყურებთ, ვაკვირდებით პროცესებს, მიუხედავად მაღალი კრიტიკისა, მაგალითად ნოემბერში 124 მილიონით შევავსეთ დაახლოებით, დეკემბერში გავაგრძელეთ შევსება რეზერვების და 28 მილიონი დაახლოებით თუ არ ვცდები შევიძინეთ კიდეც. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უწევს კიდეც რეზერვების გამოყენება, იმიტომ რომ როდესაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტური პრობლემები არ არის ბაზარზე, მოკლე შოკებია წარმოდგენილი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს ოცნების დეპუტატებმა სების საბჭოს წევრობის კანდიდატებს კითხეს საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები და მათი შემცირების შესაძლებლობა იყო. ამ მიმართულებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ნინო ჯელაძემ, რომელიც როგორც აღინიშნა, ამჟამად სების საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ლევან ძნელაძემ მათი პასუხი ამ შემთხვევაში ზოგადი იყო, თუმცა ნინო ჯელაძემ მაგალითად განაცხადა, რომ მარეგულირების მიზანი ნამდვილად არის სესხის პროცენტის შემცირება, ზოგადად სურვილი და მიზანი აქვს ამას. ბანკის სესხების პროცენტების დაწევის რა შანსი შეიძლება იყოს? რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. თქვენ როგორ უყურებთ ამას და ხედავთ თუ არა მაშინ პოტენციალს რომ შეიძლება შევამციროთ რამე? ამაზე ეროვნული ბანკი აქტიურად ფიქრობს, თუმცა ისევ განუმეორდები, რომ არის კომპლექსური საკითხი, რომელიც საჭიროებს კვლევას. რა თქმა უნდა, გეგმაში და მიზანში არის პროცენტებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების შემუშავება, თუმცა აქაც რთული არის ეხლა ამაზე პასუხის გაცემა, რადგან საჭიროებს ძალიან სიღრმისეულ კვლევას. უკანასკნელი წელიწად ნახევრის განმავლობაში არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ 3%-ით შემცირდა და დღეს 8%-ამდე არის ბანკდაშორისი საპროცენტო განაკვეთი. შეიძლება თუ არა უფრო ქვემოთ წამოვიდეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, ნული ვერ გახდება ვერასოდეს ამას პირდაპირ გეუბნებით, ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს, თუმცა იმ ეკონომიკისათვის, იმ რეგიონალური გამოწვევებისათვის, რომელშიც ჩვენ ვართ და იმ რისკების გვალობაზე, ვფიქრობ, დღესდღეობით ეს ის პარამეტრია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას კომერციულ ბანკებში მეტი შესაძლებლობები გავაჩინოთ იმისათვის, რომ იაფი ფულის, იაფი სესხის შესაძლებლობები ჰქონდეს. კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებმა დამატებითი კომენტარების გაკეთება აღარ ისურვეს, თუმცა ჩვენ დავინტერესდით თავად კომიტეტის წევრების პოზიციით, მათი შეფასებით, რამდენად დამოუკიდებლები იქნებიან საბჭოს წარდგენილი წევრები იმ ფონზე, როდესაც როგორც აღინიშნა სამი მათგანი ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელია, ხოლო ერთი ოცნების ყოფილი მინისტრი შეგვიძლია ამ კითხვაზე პასუხი მოვისმინოთ. ძალიან მოხარული რომ წლები გავიდა, ვერ ვახერხებდით, არ მინდა ახლა რაღაც სიტყვები ვისაუბრო, როგორც იქნა მოხდა კანდიდატების წარმოდგენა, განხილვა და იმედი მაქვს რომ უახლოეს პერიოდში დამტკიცდება და ეროვნული ბანკი დაიწყებს სრულფასოვან მუშაობას. რაც შეეხება დამოუკიდებლობას, თქვენ ხედავთ რომ აი ზუსტად მასე რომ ბანკის წიაღიდან არიან 3 წამოსული. ანუ 3 წევრია თვითონ ბანკში მუშაობს. გამოცდილებაც ბევრი აქვს და დამოუკიდებლობაც. თვითონ დამოუკიდებლობა აი ზოგადად პირობითი არის იმ გაგებით რომ ჩვენი წევრები იყო მაგალითად პირველი პრეზიდენტი მხედველობაში მარგველაშვილი, იგივე ქალბატონი სალომე, მაგრამ ყველაზე დიდი ოპოზიციონერები ეგინი იყვნენ ჩვენთვის. და არა მარტო ეგ და ბევრი მინისტრის და პრემიერ-მინისტრის, ამიტომ ეგ პირობითია, თავარია რომ ისინი არიან პროფესიონალები და მზად არიან რომ იმუშაონ ეროვნულ ბანკში. მე მგონი პროფესიონალიზმზე არავის ეჭვი არ შეეპარება. ძალიან გამოცდილი პიროვნებები არიან, გავლილი აქვთ ძალიან დიდი გზა, ჩამოყალიბებული აქვს თავიანთი აზრი და ამ სფეროში მუშაობდნენ სხვადასხვა პოზიციაზე და ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაზე. ამიტომ მე მჯერავს რომ ისინი გააძლიერებენ ეროვნულ ბანკს, მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან და მე მადლობა მინდა პრეზიდენტს უთხრა რომ ესეთი კანდიდატები წარმოადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ სების საბჭოს კონკურსში წარდგენილმა კიდევ ერთმა კანდიდატმა ეკა ღაზაძემ კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისი ინფორმაცია BMG-ს თავად ღაზაძემ დაუდასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა უცხოურ პროექტებზე დისტანციურად მუშაობს და კანდიდატურა თავად მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ეკა ღაზაძის კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ გასულ წელს წარუდგინა, თუმცა წინამოწვევის პარლამენტს მისთვის არ მოусმენია. მადლობა ნუცა, ვინდა რა ხედვით შედის ეროვნული ბანკის საბჭოში, ნუცა შუბაშვილი საუბრობდა.
საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში უბრუნდებით 15 საათსა და 30 წუთზე დროებით.